გარკვეულწილად ეს მოლაპარაკებები იყო იმის მანიშნებელი, რომ ყველაფერი დაბრუნდა დაახლოებით იქ სადაც იყო 2022 წელს, რაშიც პირველ რიგში იგულისხმება რუსეთის პოზიცია, რომელმაც აი ამ ომში გარკვეული წარუმატებლობების მიუხედავად მაინც არ შეცვალა ის თავდაპირველი პირობები, რაც ჰქონდა წამოყენებული და საკმაოდ უტიფრად ის აგრძელებს აი ამ მოთხოვნების გრძელი ნუსხის გაჟღერებას და იმდენად ხო წარმოუდგენელია ეს მოთხოვნები, რომ შეუძლებელია უკრაინის ხელისუფლება მათ დაეთანხმოს. ხო, აქ ისევ მეორდება მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ყირიმი და პლუს 4 რეგიონი, ხო, დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟია და ხერსონი აღიაროს უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ნაწილად, ანუ აღიაროს ეს ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები. არც არის ბოლომდე ოკუპირებული. ნაწილად, ხო, თან აღსანიშნავია, რომ ჯერ არ აქვს მთლიანად დაპყრობილი ეს ტერიტორიები და გამოდის რომ ისეთ ტერიტორიებს ითხოვს რაც ომში ჯერ არ აქვს მოპოვებული და ამას ემატება კიდევ პრეტენზიები ორ რეგიონზე, ოღონდ აქ ჩვენ რა თქმა უნდა გმესვენოს რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ტორმუზი და შეუძლია მერე კიდევ დამატებით რაღაც მოითხოვოს, როგორც კი რამე არსებული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდება. ხო, აქ კიდევ წარმოუდგენელი მოთხოვნა არის, რომ უკრაინა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არ უნდა მიიღოს სამხედრო დახმარება დასავლეთის მხრიდან. ფაქტობრივად ეს ნიშნავს სიტუაციის მომზადებას იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში რუსეთი ხელახლა თავს დაესხას უკრაინას და საბაბს ის ყოველთვის მოძებნის. ამიტომ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი განვითარება არის, რომ რუსეთი არ ცვლის მოთხოვნებს, ისევ რაც მოითხოვა სამცხარო დაუკმაყოფილდა, რომ პირისპირ დაჯდა ის უკრაინის დელეგაციასთან ფაქტობრივად შუამავლების გარეშე და აქ გულისხმობთ მე რეალურად, რომ დასავლეთის სახელმწიფოები არ იყვნენ შუამავლები და რომ არ დაკმაყოფილდა პრეზიდენტ ზელენსკის და ევროპელი ლიდერების მოთხოვნა, რომ ჯერ დათანხმებულიყო რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე და მერე დაწყებულიყო მოლაპარაკებების სხვა პირობებზე და აი აქ სამწუხაროდ არც თუ ისე კარგი როლი შეასრულა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც აი უკუაგდო ფაქტობრივად უკრაინის და ევროპის ეს შემოთავაზება და პირდაპირ დათანხმდა იმას, რასაც სთავაზობდა რუსეთი. აქ თავისთავად აი მოლაპარაკებების დათანხმებაში არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა თვითონ და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით ისტორიიდან რუსეთის მიდგომა, ხო, ის აყენებს მოთხოვნებს და თუ რაღაც დაუკმაყოფილდა, მერე კიდევ დამატებით აყენებს მოთხოვნებს და ეს წესით უნდა ესმოდეთ ამერიკელებს, იმიტომ რომ უკრაინელებს ძალიან კარგად ესმით და ევროპელებსაც მე მგონი თანდათან ეს უკეთ და უკეთ ესმით. ანუ პუტინი გათამამებულია, ასე ვთქვათ, იმით, რომ მასზე არ არის საკმარისი ზეწოლა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, შეიძლება ასე შევაფასოთ ტრამპის დამოკიდებულება. დიახ, ძალიან მარტივად არის ვითარება იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი ლიდერი დაითანხმო ცეცხლის შეწყვეტაზე, მასზე უნდა განახორციელო ზეწოლა და ეს ზეწოლა დღეს არ არის იმდენად დიდი, რომ ის აი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმო. ხო, აქ უნდა იყოს უფრო დიდი სანქციები, უფრო მეტი სამხედრო დახმარება უკრაინას, რომ გარკვეულწილად იყოს წნეხი რუსეთზე, რომ მან სადღაც დაასტოპოს და რადგან ეს წნეხი არ არის, ის რა თქმა უნდა გააგრძელებს აი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და პრობლემა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის იმაში, როდესაც აი დაშოშმინების პოლიტიკით რაღაცას უთმობ აგრესორს ამ შემთხვევაში რუსეთს, ეს ვერ იქნება მშვიდობის გარანტია, იმიტომ რომ შეიძლება დროებით იყოს გამოსავალი, ცოტა ხანში აგრესორი ისევ განაახლებს აგრესიას და უფრო მეც მოითხოვს, ვიდრე აი ამ პირობებში შეიძლება მიეღო. ამიტომ აი ძალიან პრობლემურია თვითონ ფორმატი ამ მოლაპარაკებების, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დადებით შედეგი იყო, რომ ტყვეების გაცვლაზე დათანხმდა. პირველად არ მომხდარა და